ღირსი პორფირი კავსოკალიველი. საღმრთო მოძღვრება და ღვთიუმზრახველობა გიყვარდეთ. წმინდა წერილით დატკბით, რაც უფრო მეტად ვუსმენ ფსალმუს და კანონებს, მით მეტად მრჩება უკმარისობის განცდა. ესოდენ ჭეშმარიტი და მიმზიდველია ეს ყოველივე, რომ მათით კმაყოფა შეუძლებელია. წმინდა საკითხავების სწორად იკითხეთ, სიტყვას სიტყვით წარმოთქვით სიტყვები და ყური მიუგდეთ მათ. ეს დიდად შეგეწევათ. სადაც ღრმა აზრი ნახოთ, თქვენი შეხედულებით ხელახლა გადაიკითხეთ, უკეთ რომ ჩაწვდეთ მას. რა გითხრათ, მე კვლავ და კვლავ ვეწაფები და ვისმენ საღვთო საკითხავებს, რადგან მათში სულის დამატკბობელი და მნიშვნელოვანი სიტყვებია. როდესაც კითხვისადმი ლტოლვას იგრძნობთ, ეკლესიაში ფსალმუნის და სხვა საეკლესიო წიგნების სიტყვების მოსმენის გემოს შეიგრძნობთ, როგორც კი ზარს დარეკავენ, მაშინვე იჩქარეთ, რომ სიყვარულით და წადიერად ისმინოთ. ძილისაგან აღდგომილი შეგივრდები შენ უფალო. ამ დროს სული უბრუნდება თავის პირვანდელ ნათელს, პირველ დაწყებით მშვენიერებას. რას ამბობს უფალი? ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუმ დაბალსა ზედა და მყუდროსა და მძლწოლვარესა სიტყვათაგან ჩემთა. ვისაც უფლის სიტყვები უყვარს, ქრისტე მას აძლევს მადლს და მისთვის ყველაფერი იოლი ხდება. ტროპარების სმენით ჩვენი სული ხარობს, სმენა ტკბება და ჩვენ შინაგანში რაღაც ხდება. ეს კმაყოფილება ღვთაებრივ შთაგონებას მოაქვს და ჩვენი სული ღვთის მადლის მიღების ღირსი ხდება, რომელსაც თვით უფალი აკურთხებს. საღვთო მადლის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ წმიდანად გახდომას, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მაგრამ საღმრთო მოძღვრებით უბრალოდ და დიდი ძალისხმევის გარეშე შეგვიძლია წმინდანობა. მე მომწონდა და მომწონს წმინდა მამათა წიგნები, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ პალამასი და სხვათა, მაგრამ წრფელად გეტყვით, რომ არ წამიკითხავს ისინი, მაგრამ ყველა მათგანს ვიცნობ, ყველა კურთხეულს. უწინ მთაწმინდაზე სათნოთ მოყვარების და სხვა სამოღვაწეო წიგნების კითხვის ნებას არ გვაძლევდნენ, მხოლოდ წმინდა წერილს და წმინდათა ცხოვრებას გვაკითხებდნენ. სწორად გამიგეთ, რასაც გეუბნებით. სხვა წიგნების წასაკითხად სულიერი მოძღვარი უნდა გვყოლოდა, რომელსაც ეს საკუთარ თავზე უნდა ჰქონოდა გამოცდილი. სხვაგვარად შესაძლოა დაბნეულიყავით, რადგან ამ წიგნების კითხვას მორჩილება უნდა ახლდეს. მორჩილების გარეშე დაზიანდები, რადგან ამ წიგნებში ძალიან ამაღლებულის საღმრთო გაბრწყინების შესახებ წერია, რომელიც შესაძლოა, რომ ბოროტმა სულმა გამოიყენოს, როდესაც უხუცესისადმი მორჩილება არ გაქვს. მაგრამ მორჩილება წმინდა უნდა იყოს და არა ეგოისტური. იგი არა მარტო უხუცესის სიამოვნებისთვის უნდა აღასრულოთ, არამედ უბრალო და უანგარო უნდა იყოს. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ძველი და ახალი აღთქმის, ფსალმუნების და კანონების შესწავლას მიეცეთ ისეთივე წადიერებით, როგორითაც ტროპარებსა და კანონებს კითხულობთ. ეკლესიის მამათა მოძღვრებებიც იკითხეთ, მაგრამ უწინარეს იკითხეთ წმინდა წერილი, იკითხეთ სახარება და ძველი აღთქმა. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ყველა წმინდა მამა ეფუძნებოდა. წმინდა წერილი არის წყარო და საფუძველი, მისით კმაყოფა შეუძლებელია. უეჭველია, რომ თქვენ იგრძნობთ ფსალმუნდგალობელის სიტყვებს. რაბა მათ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენი, უფრო ის თაფლისა პირსა ჩემსა. ის თვითონ კი არ საუბრობს თაფლივით, არამედ უფრო ის თაფლისა პირსა ჩემსაო, რათა იშვიათად დიდებული სიტკბოება აჩვენოს, რომლებიც ღვთის სიტყვებს გააჩნიათ. ქრისტეს მიენდე.
განაწყენებული ვიყავი და უხუცესმა შემაგონა. ხომ გითხარი, როცა უფალს დაუფარავად გაუხსნი გულს, მაშინ შემოვა იგი შენში და ცოდვის ჩადენისათვის უძლურ ყოფს. გესმის? ბოროტების ჩადენა აღარ შეგეძლება. უფალს ჩვენს გულებში სიმშვიდის და სათნოების შემოტანა ესათნოება. და თუ განრისხებას ან ვინმესთვის ბოროტის ყოფას განვიზრახავთ, ვერ შევძლებთ, ვერ აღვასრულებთ. და მაშინ შეგვეძლება განცდა პავლე მოციქულის სიტყვისა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. მოციქული პავლე სიხარულით იყო გაოგნებული და ამისთვის ასე ღაღადებდა და განა ქრისტე შეიცვალა. არა, არამედ როგორიც მაშინ იყო მაცხოვარი, ახლაც ისეთივია. მაშ რაღაცომ ხდება, რომ ჩვენი საუბრის და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ კვლავაც ვიტანჯებით, ძველს ვუბრუნდებით და კვლავაც ერთი და იმავეს მტკიცება გვიწევს. ნუ მისცემ თავს უფლებას, რომ ეშმაკს სიამოვნება მიანიჭო. სრულიად მიანდე თავი ქრისტეს, მხურვალე სიყვარულითა და მოსწრაფებით. როდესაც რამეს ხედავ, შინაგანად აპროტესტებ და სათქმელს იხშობ პირში წყლის ჩაგუბებებით, ამით შენ ცუდად ხარ. უბრალო იყავი, გონიერი, ყურადღებიანი და მტკიცე. ღვთის თანმყოფობას მუდამ-მუდამ განიცდიდე. უფალი გასწავლის, როგორ უნდა თქვა და როგორ დუმდე. ქრისტესადმი სიყვარული ვნებებს განაგდებს. რამდენადაც ქრისტესადმი სიყვარული იზრდება ჩვენში, იმდენად მცირდება ჩვენი ვნებებიც და პირიქით. რამდენადაც ვნებები იკლებს, იმდენად ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულიც იზრდება. ეს სასწორის ორი მხარესავითაა. უბრალოდ კი არ უნდა გიყვარდეს ქრისტე, არამედ მხურვალედ, მგზნებარედ უნდა შეიყვარო მაცხოვარი ჩვენი. ხუცესო, როგორ შევიყვარო ქრისტე? სიმდაბლის მეშვეობით. და როგორ დავმდაბლდე? მორჩილებით უნდა იცხოვრო. და როგორ ვიცხოვრო მორჩილებით? არიცი მორჩილებით როგორ უნდა იცხოვრო, მკითხა მცირედ განაწყენებულმა უხუცესმა. ყველა წმინდა მამა ამაზე საუბრობს. წმინდა წერილში ამის შესახებ წერია და შენ მეკითხები, როგორ იცხოვრო მორჩილებით. ახლა რომ გვერდით მყავდე, ყურს აგიწევდი. სამოძღვრებო მოგონებები მთაწმინდაზე. მამა პორფირი ათონზე თავისი ცხოვრების პერიოდს იხსენებდა ხოლმე. წმინდა მთაზე როგორც სამოთხეში ისევ ცხოვრობდი. ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი იქ რომ ჩავედი, 12 წლისა ვიქნებოდი. ორი უხუცესის მორჩილი ვიყავი. სადილამდე ორ ცარიელ ტომარას მაძლევდნენ და ჩვენი პატარა ბოსტნებისთვის მიწის მოსატანად მგზავნიდნენ. ხტუნვა-ხტუნვით მივრბოდი, ქვიდან ქვაზე ვხტებოდი და თმა აბურძგნილი ხმამაღლა გავყვიროდი უდაბნოში. უბიწოო, უცვალებელო, უხრწნელო ყოვლადწმინდაო, შუაღამიანის ლოცვას ვამბობდი ჟამნიდან და ვიმეორებდი აგრეთვე უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და სხვა მრავალ ტროპარს წარმოვთქვამდი, რომლებსაც თქვენის კანონიდან ვიზეპირებდი. მაშინ რომ ვინმეს დავენახე, ალბათ იტყოდა, ყველაფერი გასაგებია, ეს ბერი ჭკუიდან შეიშალაო. და მართლაც ღვთიური სიყვარული ეს არის საოცრება, რომელიც ადამიანს მოიცავს და მის სულსა და სხეულს ცვლის. მეთანხმები? რა თქმა უნდა უხუცესო, რადგან თქვენ ამბობთ გეთანხმებით. რასაც მე გეუბნები, ის საკუთარ თავზე განვიცადე. ქრისტეს სიყვარულით სული შემეცვალა. ჩემი გარეგნობა, ჩემი სახეც სხვანაირი გახდა. ერთხელ როცა საღვთო მოშურნეობით მოცული მორჩილების აღსასრულებლად გავრბოდი, უნებურად მინაში თვალი მოვკარი საკუთარ გამოსახულებას. გავოგნდი ქრისტეში ცხოვრებამ, რომლითაც მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, გარეგნული სილამაზითაც კი როგორ შემამკო. ამისთვის იტყვის წმინდა წერილიც. გული კაცისა შესცვლის პირსა მისა,
გინა კეთილსა ზედა, გინა ბოროტსა ზედა, კვალი გულისა კეთილსა შინა პირსა მხიარულისასა. და შენც შვილო ჩემო, შეიყვარე ქრისტე, მაშინ იგრძნობ რომ შენი შინაგანი შეიცვალა, უფალს მიეცი შენი გული და სხვა ყოველივეს შენს ნაცვლად იგი აღასრულებს.